მოგესალმებით. ვაგრძელებთ ცივი იარაღის კანონის მოკვლევის პროცესს, თუ როგორ მუშაობს, რა პრინციპით მუშაობს. მესამე წელიწადია ეს პროცესი გრძელდება უკვე და მე მგონია რომ ახლოს ვართ რაღაცა მიზანთან, რომ რაღაცას მივაგნოთ თუ რა პრინციპით მუშაობს ეს კანონი. რატომ მგონია ახლა ეგრე მაგასაც გაგიზიარებთ. ეს დანა ალბათ ბერს გეცნობათ, ცნობილი ჰოთ-დოგი. და ეს დანა არ არის ცივი იარაღი, იმიტომ რომ მას არ აქვს კაფეოდ გამოხატული წვეტი. მაგას გაგიზიარებთ ახლა ერთი წამით. აი ბატონო. მიუხედავად დანის ფორმისა და მჯერელი პირისა, ობიექტს არ გააჩნია ცივი იარაღისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ძირითადი თვისება მჭვრეტავი დაბოლოება. შესაბამისად, ეს არ არის მჭვრეტავი დაბოლოება, მაგი გავიკეთეთ. დანარჩენი მჭრელი თვისებაზე არ არის საუბარი, მჭრელი თვისება გვაქვს. სტანდარტული დანა არის, უბრალოდ წვეტი არ აქვს და ცივი იარაღი არ არის. გასაგებია ეგ ყველაფერი, ერთი წამით სურათებსაც გაგიზიარებთ, მაგრამ ხო, სახელი გვარი არ ჩანს არავისი, აი ეს არის მოკლედ დანა. ხო და მე მაინტერესებს ახლა რა არის მკაფიოდ გამოხატული წვეტი. გაგიზიარებთ მეორე დანასაც. ეს არის დანა რონიგის ბრენდის, რომელზეც ასევე გვაქვს ექსპერტის დასკვნა, რომელიც გადაამოწმა შემდეგ ორმა ექსპერტმა და წერია ამ დანაზე, რომ დანას რომელსაც ასევე არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული მჩხვლეტავი წვერო და შესაბამისად მოცემულ კრიტერიუმთა შეფასებით არ გააჩნია ცივი იარაღის კატეგორიისადმი მიკუსადმი ნიშან-თვისებების კომპლექსი. რაც შესაბამისად არ იძლევა მისი ცივი იარაღისადმი მიკუთვნების შესაძლებლობას. მოკლედ არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული წვეტო და არ არის ცივი იარაღი. ამ შემთხვევაშიც ესეთი გვაქვს, სურათებსაც გაგიზიარებთ, რომ ამ დანაზეა საუბარი. ამ შემთხვევაში ხანჯალიც მქონდა მიტანილი, ხანჯალზე არ არის საუბარი, ხანჯალიც არ იყო ცივი იარაღი, ამ კონცენტრირდეთ ამ დანაზე. ხო და მაინტერესებს ახლა რა არის მკვეთრად გამოხატული წვეტო და ესეთი რაღაცა გადავწყვიტე მოკლედ. ეს არის ბუკერის კალაშნიკოვი, ტაქტიკური დანა არის ამისნაირად, იგივე მოდელი არის, უბრალოდ დონატის ფერებში არის გაკეთებული. აი ესეთი სტანდარტული, ავტომატური, ტაქტიკური დანიშნულების დანა არის, ეს ჰოთ-დოგია, ეს დონატია. ხო და რომ გავიგოთ რა არის მკაფიოდ გამოხატული წვეტო. ეს ალბათ არის. ეს ალბათ არის მაგალითად. ალბათ თანხმდებით, გადავწყვიტე რომ ცოტათი დავაბლაგო. აი მიახლოებით 3-4 მმ რომ დავაბლაგოთ, შემიძლია ნორმალური იქნება. აი 3-4 მმ-ს დავაბლაგვებ და მიუტან ექსპერტსთან ჩავეკითხოთ არის თუ არა მკაფიოდ გამოხატული წვეტო და განეკუთვნება თუ არა ცივი იარაღს. მოდი დავაბლაგვებ და მაგ მდგომარეობასაც გაგიზიარებთ და მერე უკვე შევეკითხოთ ექსპერტს. გადავწყვიტეთ დაბლაგების პროცესიც გაგიზიაროთ რა პრინციპით დავაბლაგვებ, მაინც ვაწარმოოთ ჟურნალი და სტატისტიკა. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში აი ესე რომ ჩამოვაჭრათ ნორმალური იქნება. ესე მოვამრგოლოთ. ესე მოვამრგოლებ. დავინიშნოთ. ეგ არის 5 მმ. კი ბატონო, კაი, 5 მმ-ით დავაბლაგვოთ მაშინ. ჩვენი მწვრეტავი წვეტი. კეთილი, დავაბლაგვებ და 5 მმ-ს ჩამოვაჭრი და შემოგთავაზებთ. თლათ 5-მდე აღარ დავაბლაგვე, აი მარკერი ამდენი დარჩა, რაღაც 3.5-4 მმ-მდე არის. ჩემი აზრით არ არის ეს მკვეთრად გამოხატული წვეტი. თუმცა მე მაინც ექსპერტი არა ვარ და ექსპერტს ჩავეკითხოთ. დანარჩენი ექსპერტი როცა გვიპასუხებს, მერე გავაგრძელოთ. თქვენ თუნდაც შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი აზრი. ახლა ეს თუ არ არის ცივი იარაღი, ეს რატომ უნდა იყოს ცივი იარაღი? აი ესეთ მდგომარეობაში. კეთილი, მადლობა ყურადღებისთვის და გავაგრძელებთ ექსპერტის პასუხის მერე. ხო, კიდევ ერთი რაღაც ვიფიქრე, ალბათ ცუდი არ იქნება. მოდი დავიწყოთ დანის დანომრვა. ესე გავაკეთოთ. მაინც რა იცი რა ხდება მომავალში, რას მოვიფიქრეთ, რას არ გადავწყვეტ. მოკლედ ეს იყოს ტესტი პირველი. ტესტი ნომერი პირველი.
კი ბატონო, მოდი აქედანაც დავაწეროთ, მაინც შეშმაკს არ ძინავს. პირველი. კი ბატონო. ეთილი, კაი, წავედით ექსპერტთან.